საღამო მშვიდობის ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. გადაცემა გახსოვს კვლავ თქვენი მასპინძელია. დღეს გასული საუკუნის 60, 70, 80, 90-იანი წლების გულშემატკივრებზე და იმ პერიოდის თავარ არ ვიცი რა უწოდო აგორა, საფიხნო თუ გულშემატკივართა პარლამენტი მუშტაეთის ბაღსა და კიროვის პარკზე ვისაუბრეთ. და ჩვენი სტუმარი, ვეტერანი ფეხბურთელი, ასევე ვეტერანი მინი ფეხბურთელიც, ვეტერანი გულშემატკივარიც და საერთოდ ვეტერანი ომის აკა ყველა იცნობს აკად. აკა ქავთარაძე გახლავთ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბატონო აკა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ გაიხსნა ესეთი კარგი გადაცემა დაიწყო უпростоრად გილოცავთ იმ დღეს უყურე პირველ გადაცემას რომელიც იყო ნონა გაფრინდაშვილზე და მე სანამ ფეხბურთზე დავიწყეთ შემიძლია მოვყვე ერთი მოგონება ლამაზი რომელიც მახსოვს და ნამდვილად ამ გადაცემას მოუხდება 2000 წელი იყო ელგუჯა ბერიშვილმა ამჯერად სეოკის ვიცე-პრეზიდენტმა ჩაატარეს კონკურსი მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენებზე და მაშინ ჟიურიში მეც ვიყავი და გაიმარჯვა ქალბატონა ნონამ, ეჭვს არავის არ ეპარებოდა, ქალებში ნონამ და მამაკაცებში ვიქტორ სანეევმა. და მაშინ ასე ვთქვათ, ფილარმონიაში გაიმართა ბოლო შეხვედრა ამ სპორტსმენებთან და მე ახალი გახსნილი იყო თემურ უგულავას კაზინო ქონა ახალი გახსნილი, მაშინ აჭარაბეთი თემური მეგობარი იყო, ჩემი არის და ვიყავი მისული მასთან, რომ მე ვთქარ ესე ქალბატონი ნონას დაჯილდოება თქო და იქნებ რამე გაუკეთოთ მეთქი პრიზით ხო. და მოიღო 07-ის გასაღები, მომცა და ესო გადაეციო ქალბატონოს, ეხლა მე არ მახსენო საერთოდო თემური. ნუ ფილარმონიაში სცენაზე ბატონი ედუარდ შევარდნაძე დარბაზში იჯდა, ვანიკო ზოდელავა იჯდა გვერდზე, ორივე გადაცვლილია. ხო და ეს გამოვაცხადე, გადავეცით ქალბატონონას ეს გასაღები და შევარდნაძე მიტრიალდა ვანიკოსკენ და ვანიკო ბიჭო, ეხლა მაგას უნდა გაუკეთო შენ ქალბატონონას ბინა. ხო ხედავ, მანქანა მისცესო. კი, ბატონო ედუარდ ვანიკო. მიულოცავ ქალბატონონას კიდე დღესაც კიდე მოქმედი ასე თქვათ მოთამაშეა, ეხლა კიდე გაიმარჯვა ტურნირზე როგორც ვიცი და დიდი სიამოვნებით უყურე ამ გადაცემას. რაც შეეხება ეხლა ფეხბურთზე, დანარჩენი ეხლა თუ რამე კითხვები გაქვთ, მითხარით და მე შემიძლია რაღაცები ვოვყვე, ასე თქვათ იმ. იცით, აკა ჩვენ აღნიშნეთ კიდევაც, რომ შენ ვეტერანი ფეხბურთელიც ხარ და მინი ფეხბურთელიც. ჯერ მოდი შენი ამ ხრივ შენი შემოქმედება გავაცანე მაგალითად. ეს იყო რომ ჩვენ გავხდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონები იუნიორებს შორის, ახალგაზრდულ გუნდებს შორის 54-იანებში ვიყავით, მას 1954 დაბადებულებში ვიყავით, დამატებულები, რამოდენიმე ფეხბურთელი 55-იანები. მე საშა ჩიუაძე, თემური ჩხაიძე, ამ როგორც მახსოვს ახლა მე და კოპალა იყო იმ გუნდში მაშინ ვახტანგ კოპალეიშვილი და ვიყავით უშგოროდში, ნუ დავდივით ხოლმე მაშინ ხო ძალიან ბევრი მაშინ ვოვა ელოშვილი იყო მცნელი ახალგაზრდა საფეხბურთო სკოლა იყო FŠM ესე ერქვა ფუტბოლная школа молодежи. გავხდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონები 54-იანებში და დაგვამატეს დინამოში მაშინ მე თემური კოპალა საშა ნუ კიდე იყვნენ ბიჭები ახლა აღარ მახსოვს ზუსტად და ალიოშა კოტრიკაძე იყო მაშინ სნელი სეზონი მთავდებოდა უკვე როგორც 73 წელი 73 თავდებოდა სეზონი დაგვამატეს სეზონის ბოლოს ორი თამაში ვითამაშეთ დუბლებში ჩვენ სულ ყველამ 4-ვე როგორც იყო და წავიდა მე გუნდი შესვენებაზე
ახალი ზამთარი მოდიოდა და ალოშა მოხსნეს კოტრიკაძე დაინიშნა ჩოხელი. ჩოხელმა ისე დაიწყო ასე ვთქვათ შეკრება მაშინ გუნდის თვითონვე შეკრება თავისი გუნდი როგორც თვითონ და არ დამიძახეს მე რა წავიდა გუნდი შეკრებაზე ბაკურიანში ჩამოვიდა ნიხიდან და მამაჩემი გაგიჟებული იყო რომ როგორ მოხდაო რატო არ წახვედიო მე ვთქარი არა რავი კახა ნახა იმ წუთშივე 100-იანი კახა მაშინ რაღაცა მოკლედ დამიბარეს სპორტის სასახლეში ბოლო ვარჯიში იყო და მეორე დღეს ლესელიძეში მიდიოდნენ შეკრებაზე უკვე გუნდი იქ სპორტ სასახლეში ვარჯიშზე ვითამაშეთ რაღაცა და ჩოხელმა მითხრა რომ საღამოსო მოხვალო სადგურში ну წავედი მოკლედ ლესელიძეში გავიარეთ მთელი შეკრება მაშინ ისეთი გუნდი იყო რომ ну ლაპარაკიც არ შეიძლებოდა მოხვედრა და ძირითადად ჩვენ პატარები ვიყავით დათოყიფიანი კახა 100-იანი ბიჭი კოჭელიძე ну აი რა ვიცი რაღაც ისეთი ის იყო რომ ხურცილავა მურთაზი კასტრატოვიჩი რა მურზოძოვაშვილი გივინოდია ახალგაზრდები ну კუტივაძე სერგო ხო სერგო მკოცნელი იყო სერგო მკოცნელი იყო მეორე მკოცნელი იყო გავიარეთ შეკრება თავიდან ბოლომდე ქუთაის ტორპედო იყო ჩვენთან ერთად მაშინ შეკრებაზე იქ ლესელიძეში ну დინამო კიევი იყო სოჩიაში თუ იმაში ადლერში ისინი იქ ვარჯიშობდნენ შეხვედრებიც ქონდათ მოკლედ ვითამაშე რამოდენიმე თამაში კარგად სხვათა შორის ну თავდასხმაში ვთამაშობდი მაშინ გოლებიც შევდა რომ წამოვედი იქიდან ჩამოვედი თბილისში პირველი თამაში ქონდა სპარტაკთან როგორც მახსოვს დუბლებს რუსთავში ქონდა თამაში წინა საღამოს ჩვეულებრივად შეკრებაზე ვიყავით გუნდი დინამო და საღამოს მოიყვანეს იუდედან ახალგაზრდა დინამოდან პატარა ბიჭები ჩვენი ასაკის დაახლოებით რომლებიც დაიმატეს და იმ საღამოს დარჩენ ჩვენთან ერთად და მეორე დღეს შეკრებაზე თამაშზე რო ჩავედით რუსთავში მე არ დამაყენა ჩოხელმა დააყენა ეს პატარა ბიჭები ისინი გასინჯეს რომ ჩამოვედით იქიდან მეორე დღეს დინამო თამაშობდა მესამე დღეს დასვენება იყო დინამო ისვენებდა ერთი დღე და ჩვენ და რომ მივედით ვარჯიშზე კახა 100-იანი შემხვდა კახთან ახლოს ვიყავი ხა მამაჩემის ასე ვთქვათ გამოისობით და კახა მითხრა რომ ჩოხელმა თქვა რომ ქავთარაძეო ნუღა მოვაო და გავუშიტო გუნდიდანო წამოვედი მივედი გამოვარდი სახში მამაჩემს მითხარი ესე რამო დააშავეო მე ვთქარი არაფერი არ დამიშავებია როგორც მახსოვს არაფერი არ გამიკეთებია ესე თქო პირიქით ვითამაშე ესე იყო და მოხდა ის რომ მამაჩემი გავარდა იმ წუთშივე მივიდა ნახა ჩოხელის და მთელი ასე თქვა დინამოს ხელმძღვანელობა და ჩოხელმა გამოაცხადა რომ он ко мне не подходит он влюблён იყო შეყვარებულიაო მოხდა ისე რომ ლესელიძეში რო ვიყავით მაშინ ტელეფონი იყო ხოლში და მაშინ შეყვარებული ვიყავი და ტელეფონზე შეკვეთები იყო ხოლმე ტალონით იღებდი მაშინ და შუადღესაც რომ შემოვდიოდი დღეში ქონა 3 თუ 4 ვარჯიში ლესელიძეში ხო და რომ შემოვდიოდი ხოლმე ქავთარაძე ტელეფონი მეძახოდა ხოლმე ის ქალბატონი იჯდა იქ ვიღაცა და რამდენი გამოვიდა და ჩოხელი და ნორაკიძე მიყურებენ ტელეფონზე ლაპარაკობ ფორმატ ოფლიანი რაღაცა ნუ ვარჯიშის მერე ხო და ნორაკიძე ეუბნებოდა этот парень опять по телефону разговаривает телефонზე ლაპარაკ დაუდგი ტელეფონი ნომერშიო და გამოაცხადა რომ ეგ შეყვარებულია მაგას ფეხბურთის არ ეცლებაო ჩოხელმა და ასე ვთქვათ წამოვედი მაშინ დინამოდან ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ ისტორია და მე გადავერთე უკვე მაშინ ჩაბარებული მქონა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიურ ფაკულტეტზე მაშინ სხვათა შორის ძალიან მაგარი ტურნირი ტარდებოდა ხოლმე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფაკულტეტებს შორის და სულ სამთო იყო ხოლმე ჩემპიონი გელა ლანჩევა თამაშობდა სამთოს გუნდში მეკარე იყო ხო და რომ დამიმატეს მაშინ გრაფიკზე ვიყავ არ დავდიოდი გეპ მაშინ პოლიტექნიკურში და დამიმატეს და იმ წელსვე ჩემპიონები გავხდით გელას პენალი შეუგდე და გაგიჟებული იყო როგორ შემიგდო პენალით მოუგეთ მე სამთოს და გავხდი ჩემპიონები გეოლოგიის ფაკულტეტის გპ-ის ესე იყო ეს ასე ვთქვათ შემდეგ მე უკვე დაიწყო გავანებე ფეხბურთს თავი პრაქტიკულად ჩოხელი სხვათა შორის ცოტა ხანი იყო
8 თუ 9 თვე რა, როგორც მახსოვს. მე იაკუშინი მოვიდა. იაკუშინი მოვიდა და იყო მაშინ კიდე ვარიანტი, იმიტომ რომ ნახეს და რაღაცა, მაგრამ მე თვითონ აღარ იმას მაშინ ცოლი მოვიყვანე მე. კორტილი მქონდა რაღაცა, მამაჩემის მაკაცები რომ მოვიდნენ, მეს ხო გივი, მთელი ეს რა თქვა შემადგენლობა, ერთიო რას ანაცვალეო ფეხბურთიო გვაინტერესებსო რა და ვის ანაცვალე. ესე იყო ესო. და შემდეგ გადავერთე უკვე მინი ფეხბურთზე. მაშინ კიროვის პარკში ტარდებოდა ხოლმე ტურნირები, კიროვის პარკი იყო მაშინ ერთადერთი პრაქტიკულად დარბაზი, სადაც შეიძლებოდა მინი ფეხბურთის თამაში და საკმაოდ სერიოზული დილის 7 საათზე იწყებოდა ხოლმე ყოველ პარასკევს შაბათ-კვირას ლაპარაკი არა, ყოველ დღე და გუნდები იყო ხოლმე 5-6 გუნდი იყო ხოლმე კიროვის პარკში, რომ რიგში იდგნენ ხოლმე, წაგებული ვარდებოდა და ნუ მაშინ ზადა ბოკერიას ყავდა მაგარი გუნდი, მაშინ ანიკაშვილი, სიმონიკა, გელაგელაშვილი, რატო და მთელი ის იყო. და კაი ტურნირები ტარდებოდა და გადავერთეთ მინი ფეხბურთის ტურნირებზე, ასე თქვათ, იქ და ჩივაძე მან გამოჩნდა პირველად. საშა ნახალობი. საშას და ეხლა ეგეთ შეიძლება მოვყვეთ, რომ დინამოს როგორ მოუგო, ასე თქვათ, ვერელები რა. ისინი სამნი ეთამაშენ ჯერ თავიდან დინამო, იქ ნიდლაუზე იყო თამე დათოყიფიანი, საშა. ასუსტად შემადგენლობა ზაზას ვერ კარგად ემახსოვრება, ის თემო შეიძლება გახსოვდეს ის შემადგენლობა. ჯერ სამნი ეთამაშენ რა 5 თუ 4 ესენი, მე იმათმა ვერევლე მოთხეს დაიმატა როგორ ჩვეულებრივი მიწის შემადგენლობით თამაშეთო, კიდე რომ მოუგეს და ეფიანმა თქვა აწიმეთი აღარ მოვა თაქცინო კიროვის პარკშიო და გონებეთ თავიო. არა ტურნირები. კიროვის პარკი მე ხო ნუ დაიხურა მე კიროვის პარკი და გადაერთო სპორტის სასახლეში პირველი ტურნირები ჩატარდა მაშინ 84-85-ან წლებში. ეს იყო უკვე კოპკავშირის ეკა აწყობდა ტურნირებს და პირველი ჩემპიონები გავხდით ვაკის გუნდი მაშინ. ბომბარდერის იყავი მე მგონი. იყო ეგ მომენტი იყო. მაშინ დაიწყო, ოღონდ ტურნირი დაიწყო არა სპორტ სასახლეში, არამედ ხარიშხალას დარბაზში, იქ თამაშდებოდა ტურნირის ასე საწყისი ეტაპი და შემდგომ იყო უკვე სპორტის სასახლეში ნახევარფინალები და ფინალი. უბრალოდ ფინალი გაიმართა სპორტის სასახლეში, ვერავაკე იყო ფინალი. სპორტის სასახლე მაშინ რამდენი წეტეოდა, სავსე იყო. თბილისობის დღეს იყო ოქტომბერში იყო, ოქტომბრის ბოლოს იყო, 86 იყო, ხო როგორც მახსოვს ესე. სპორტის სასახლე სავსე იყო, ვერავაკე ფინალი. 1-0 გვიგებდნენ ვერელები. მე შევაგდე რომიკო შოთაძის პასით გოლი 1-1 გახდა, დამთავრდა ძირითადი დრო 1-1 და დამატებით დროც 1-1 და პენლებით ასე მოვიგეთ ჩვენ. ძალიან მაგარი გუნდი იყო ვერა მაშინ, მაგრამ ასე მოვიგეთ, მაინც მოუგეთ. ხო იცი რა დააბრალეს. ვისაუბრე. ჯუმბერ პატიაშვილი იყო ტრიბუნაზე მაშინ და ვაკეც ბალეში შემატკივრობდა. ეს იყო თორე ხა ვაკელები ვერელებს ვერ მოუგებდნენ. ჯუმბერ პატიაშვილი ესწრებოდაო და აბა რა გვექნაო, გიგოლა იძახდა. ზაზა გომართელი იყო კაპიტანი, გიაზარეზე კარში, ძალიან მაგარი გუნდი ყავდა, ძალიან მაგარი გუნდი ყავდა, კოსტავა, რა ვიცი, ძალიან კაი გუნდი იყო, მაგრამ ნუ ჩვენ მაინც ის თამაში წინა საღამოს ქარიშხალაზე ვარჯიში რომ დამთავრდა ჩვენი მე და მეკა ცოტაძე იყო კარში ჩვენთან, მაგრამ შოთიკა თალალაშვილი ყავდა მეორე მეკარე. და მე და შოთიკა დავჭით თამაშის მერე და 11 არა, ნუ რაცა 7 მეტრიანები ურტყით, თელი საღამო. და მეორე დღეს თამაშზე რო დამთავრდა ძირითადი და დამატებითი დრო, ცოტნე კარში უნდა დამჩამდგარიყო და შოთიკამ თქვა რომ მე დავდგებიო რა. ავიღებო ყველა ვარიანტში, გუშინ ვაკა მავარჯიშაო და მართლაც ეგრე მოხდა, შოთიკამ პენალი აიღო და გავიმარჯვეთ ჩვენ და ტრიბუნაზე ის და დამაჯილდოვეს მაშინ ბომბარდირის გავხდი. და საუკეთესო მოთამაშეს ხო და პაიჭაძემ გადმომცა ბომბარდირის პრიზი ბატონმა ბორეამ
ჩამოვიდა ტრიბუნიდან და ლიკა ქავჟარაძე გადმომცა ლამაზი გოლის, ასე ვთქვათ, პრიზი, საათი, რომელიც ეხლა თავთან მიდგას, რაკეტა იყო ესეთი პატარა, ხოქავ დილას და იმით მიდგას ხოლმე ყოველ დილას რა. სპორტის პირველი პრიზი რაკეტა აქვს დათოფიფიან საღებული, როცა იუნიორებში ჩემპიონი გახდა. ხო და ეს შენახული მოდა რეზო ჩელებაძე ისდა ტრიბუნაზე და რო დაინახა ლიკაშა ჩამოვიდა ქავჟარაძე აუ ნეტა მეთამაშაო ხო მე მეყოცებდა ეხლა ლიკაო აკაც ხო მე ლამაზ გოლს მე გავიტანდიო ესეთი იყო ასე თქვა მინიფენ მე გადაერთა უკვე მრეტები დაიწყო და მინიფებურთი გავაგზელე მრეტებში მართალი გითხრათ მრეტებში ვეღარ ვითამაშე იმიტომ რომ ტრავმა მივიღე პირველივე ასე თქვა ვარჯიშებზე პახი გავიწყვიტე ზაზა მაშაყირა და ბოკერია რაღაცა სხვა ავანტყოფობა გაქვს. თლიანად შეჩახცევა მქონა ბერზე რა, ისეთ გავიწყვიტე და პრაქტიკულად ვეღარ ვითამაშე. მაგრამ პირველი ჩემპიონები საბჭოთა კავშირის მაინც ჩვენ გავხდით ვერა და საბურთალოს ერთობლივი გუნდი წავიდა მაშინ მოსკოვში პირველ ტურნირზე, სადაც ჰოკეის მოედნებზე ცალკე თემაა კიდე საერთოდ მოსკოვი მოვიგეთ მაშინ დაგვარი იყო ცნელი აივა, გრანატკინი არა. ჩელიაბინსკის ტრაქტორს ვეთამაშეთ ფინალი. და ბელოუსოვი ხო არის? არა, ფეხბურთელი, ვაი. არა, უშავს ეგეც იაპონური ავანტყოფობაა, თორემ ასაკი ქვია მაგას გორა, მე დავარქვი აკასაკი. ხო და ეს და ფინალი მოვიგეთ, მაშინ ლუჟნიკებში იყო ფინალი, მოვიგეთ იქაც ასე ვთქვათ დამატებით დროში გავხდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. ადან საქმე არისო. ხო არა. თან ვითამაშეთ ჰოკეის მოედანზე თოლში. ლუჟნიკებში იყო მარტო პოლუფინალი და ფინალი. დანარჩენი ვითამაშეთ ყველა თამაში. გარეთ. გოგა ხაინდრევა იყო მაშინ ოპერატორი ჩვენი, წამოსული ჩვენთან ერთად მოსკოვში. თამასულაძე იყო ჟურნალისტი, რომელიც წამოვიდა მაშინ ჩვენთან ერთად და გასახდელში რომ შემოვიდა ცნელი, არა მე გამახსენდება ალბათ და იმას ვიზამ. გაგიმართლათო გითხრა, მაგრამ მე დაამატა ვიზოთ სიგდა სილნიეში მოგა. სილნიეში ვიზოთ. ტრაქტორი ჩელიაბინსკი მაშინ მოხსნილი იყო შეჯიბრებიდან და გადმოერთენ მირო ევარჯიშად მინიფებურთზე მეორე ლიგაში თამაშობდა მაშინ ჩელიაბინსკის ტრაქტორი და მეორე ლიგაში თამაშობდნენ მაშინ და ვეთამაშენ იქ რა და მოვუგეთ ეს ფინალი. ოჩერაშვილი ყავდა მაშინ იქ საბორდო ვერის გუნდში იყო ოჩარა ებრაელი რომელიც მე წავიდა ისრაელში და იქ თამაშობდა ფეხბურთს იმან შეაგდო ეს გოლი რა. თქვენ მრეტები ახსენეთ. თვითმყოფადი საინტერესო გუნდი იყო ეს მრეტები. ერთ-ერთი ხელმძღვანელი თქვენ იყავით ხო მრეტების? ნუ მრეტები იმდენად მე არ ვიყავი თავიდან ხელმძღვანელი, მე უფრო ფეხბურთს თამაშობდი. მაშინ გეოლოგიის ტურნირები ქონა ხოლმე გეოლოგებს. სპორტ სასახლეში მართავდით ხოლმე ამ ტურნირებს. პროფკავშირი გვიკეთებდა გეოლოგების, გოზიაშვილი იყო მაშინ პროფკავშირის დიმანი, ვასო გოზიაშვილის შვილი. და ის გვაფინანსებდნენ ხოლმე და სპორტ სასახლეში იყო ტურნირები გეოლოგების. იქ ვნახა ვაჟა ჩხაიძემ, ვინც დააფუძნა მრეტები. და იქიდან დაიწყო შეკრება გუნდის საერთოდ გეოლოგებიდან და მე უფრო ვერა და ამ ტურნირებიდან რომელიც ტარდებოდა მაშინ იმ წლებში. და გომართელი მაშინ კაპიტანი იყო მრეტების. ბატონო, ბუბა ხავაძე კი, ბუბაზე და მთავარი რაც არის კინკლაძე აღმოჩნდა თქვენ გუნდში. კინკლაძე უკვე კინკლაძე დიდი გუნდი რო ჩამოყალიბდა მრეტების მანამდე კინკლაძე არ ყოფილა, იქ სხვა გუნდი იყო, გიაზარეძელი იყო მეკარე. ძალიან დიდი ხანი თამაშობდა. ძალიან დიდი ხანი იდგა კარში როგორც მოცოს არა. აი თუ დაიწყო კაი ხანი ჩანდა რა. მინი ფეხბურთში კი დიდი ხანი კი არა, ნუ მთელი ტურნირი ფაქტობრივად გია იყო რა. ლევან მაყაშვილი გია, ნუ რა ვიცი ის ძალიან კაი გუნდი იყო. და ნუ მრეტები მაშინ ჩამოყალიბდა მინი ფეხბურთის გუნდად. კი ბატონო. ეგეც კიდე ცალკეთება, ასე ვთქვათ, როგორ რა მოყვა მე ამ კოოპერატივები იყო, მაშინ ახალი დაწყებული იყო და როგორ გვებზოდა, ასე ვთქვათ, პროკურატურა, აღმასკომი, რაიკომი, რომ არ შეიძლებოდა პასპორტში და მაშინ უпроსორეთ იმაში შრომის წიგნებში ჩაწერილი იყო პროფესია ფეხბურთელი და დინამო თბილისს არ ქონა, ეგ მაშინ იყო გაფორმებულები იყვნენ სხვაგან, რომ არ შეიძლებოდა და
და გატარდა მაშინ კლუბი მრეტები და მე აღმოჩნდა უკვე რომ გადავიდა საქართველოს გამოეყო საბჭოთა კავშირს ნოდარა ხალხაცი რო აერჩიეს კიროვის პარკში მამა ჩემის იყო იმაში კიროვის პარკში და გამოეყო საქართველოს საბჭოთა კავშირს და ჯამ მრეტები დაემატა უმაღლეს ლიგას მაშინ უმაღლეს ლიგას როგორ 99 გუნდი იყო და 99-ე ჩვენ ვიყავით მაშინ არ ყავდა გავტავდა და დავიწყეთ მეორე ლიგიდან მეორე ლიგა პირველი ლიგა და გადმოვეთ უმაღლეს ლიგაში მე მოხდა ის რომ კინკლაძე რომ ჩვენ გუნდიდან გადაიყვანეს დინამოში მაშინ ის ტრანსფერი მოხდა და ჩემზე კარგად ახსოვთ ახლა ის დოძვაშვილი ეხლაც არის ცოცხალია როგორ გადაიყვანეს ასე თქვა დინამოში კინკლაძე პირობებით რომ რაღაც შესრულებული იყო ჩვენს მიმართაც მე მოხდა რომ აი დაერია ყველაფერი და ისე რომ ის კინკლაძის ფული ვეღარ ავიღეთ აღარ მოხდა ეს ესე სასამართლოები UEFA ჩარეული და ნუ მოყავთ მე როგორც ვიცი რუბლებში გაკეთდა ეს ტრანსფერი მაშინ ხარა ნუ დინამო უკვე გადიოდა უკვე ევროპაზე და ამიტომ ჭირდებოდა და მოვიდნენ დათო ყიფიანი და რეზო ძოძოაშვილი ჩოლარია იყო სიკა დინამოს და ეს კახა ასათიანი მაშინ მინისტრი იყო და გადაიყვანეს მოგრეწინდა და პრაქტიკულად მერე დაეშალა მრეტები ნელ-ნელა დაუბრუნდეთ ახლა აი კიროვის ბაღი რამდენჯერმე ახსენა ამიტომ ცოტა ისტორია მინდა გავიხსენე ხა კირო იმ ჩვენი თაობის წარმომადგენლებისთვის ჩვენ რა ვიცი ყოველთვის კიროვის პარკად ვიხსენიებდით ვერის პარკს მაგრამ ადრე მართლა ვერის პარკი ერქვა ეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში რამდენადაც შეიძლება ვწდები ხა თავს ვერ დავდებ მე მგონი საგაბაშვილო იყო ვერაზე კი ეკუთვნოდა გაბაშვილოს მაგრამ ეს არის ლურჯი მონასტრი მოკლედ ლურჯი მონასტრიდან აი მდინარე ვერა სადაც უერთდება მტკვარს იქამდე იყო ეს ბაღი შემდეგი რაღაც გარკვეული ნაწილი ჩამოაჭრეს და დაეთმო სასაფლაოს და ხა ეგ მაშინ ქალაქის გარეუბანი იყო სასაფლაოც მაგიტომ გაკეთდა ეგ და ხა იმ დროინდელი თქვა ლავრენტი არდაზიანი და დანიელ ჭონქაძე ალპინისტები ჯაფარიძეები რაღაცა ხაც იქ არის მათი საფლავი ჩვენი პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი იუნკერი რო დაიღუპა კი ბატონო და შემდეგ უკვე რა მოხდა ნუ ქალაქის განაშენიანებამ კიდე ჩამოაკლო ახლა ვერის ბაღს და შემდეგ მოხდა რომ სასაფლაო დახურეს და სხვათა შორის სასაფლაოს დახურვას დასჭირდა ეგზარქოსის თანხმობა ეგზარქოსმა თანხმობაც და გაკეთდა ბაღად. შემდეგ ისევ შეიწირა ქალაქის განვითარებამ ბაღის ნაწილი და შემდეგ უკვე აი საბჭოთა პერიოდში უკვე 30-იან წლებში კეთილმოაწყვეს რაღაცა კიროვის ბაღი დაარქვეს, კიროვის პარკი და აი საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, იქიდან დაუბრუნდა ეს თავის ძველი სახელი ვერის ბაღი. აი ეს მოკლე ისტორია და მე მაინტერესებს როდის გახდა ხომ არიცით ჩემო აკა და თქვენს გარკვეულწილად ჩემო თემურ იმ პერიოდის გულშემატკივარი ხარ და იქაც ბრძანდებოდით ხოლმე და ხო არ გახსოვთ როდიდან მოხდა აქ აი გულშემატკივრების დაბუდება თავშეკრის ადგილად როდიდან იქცა თუ თემურის უფრო ეხლა მე მახსოვრება წლების ზუსტად არა მაგრამ პირველი მე გეტყვით რომ ჩემი მე
მუშტაეტი იყო. მუშტაეტი იყო მუშტაეტი იყო მანამდე, ესე იგი, ეს არის 50-იანი წლების თითქმის ბოლომდე მუშტაეტი იყო მაინც მთავარი მეკა, იმიტომ რომ სტადიონიც იქ იყო ყველაფერი და ბუნებრივიც არის სტადიონის გვერდით. დინამოს სტადიონი რო ჩაიკეტა 60 წელში, 1960 წელში რამოდენიმე თამაში ითამაშა და გადავიდა ლოკომოტივზე რეკონსტრუქცია დაიწყეს. ქარიშხალა ერქვა მაშინ რეკონსტრუქცია რა გაკეთდა დაამატეს მესამე იარუსი და პლუს ფეხზე სადგომი ადგილები გააკეთეს გარშემო და 40,000-იანი გახადეს ეს დინამოს სტადიონი. ის ორი სეზონი გადავიდა 60-იანი წლების მეორე წრიდან და 61-62 ჩატარდა ბურევესტრიკის სტადიონზე, ქარიშხალას სტადიონზე, ესე ვთქვათ, ქართულად ასე ერქვა და მაგ დროს უკვე გარკვეული ნაწილი წამოვიდა მუშტაეთიდან და მივიდა ჯერ უნივერსიტეტის ბაღში, შემდეგ ვერის ბაღში, კიროვის ბაღში. შემდეგ, როდესაც კიროვის ბაღში დაიწყო ჭადრაკის სასახლის მშენებლობა, გადაინაცვლეს ოპერის ბაღში, მაგრამ მალევე დაბრუნდნენ უკან. როგორ დამთავრდა მშენებლობა? მაშინ მარცხენა სანაპირო, ასე ვთქვათ, იხლებოდა დინამოს სტადიონი მუშტაეტი და ალტერნატივა გაკეთდა ვერაზე. ვერაზე გაკეთდა ალტერნატივა და თან სხვადასხვა მიზეზების გამო. არ დამავიწყდება, იმიტომ რომ მამაჩემ მუშტაეტში მაინდა-მაინც არ დადიოდა არც კიროვის ბაღში. არც ვერის ბაღში, იმიტომ რომ ტრიბუნაზე ვერ რჩებოდა ხოლმე, მეცხრე სექტორში რჩებოდა ხოლმე თამაშის მერე, აი ეს ჯგუფი გულშემატკივრების, რომლებიც თამაშის მერე მოგება, წაგება არ აქვს მნიშვნელობა, არ რჩებდნენ ხოლმე იქ სტადიონზევე, სადაც 2 საათი თამაშის მერე არ არსებობდა, რომ არ გაერჩია თამაში რა და იქ არ ყოფილიყო. კიროვის პარკი უკვე შემდგომი სტადია იყო და იქ რო ირჩეოდა ხოლმე თამაშები, მაშინ შოთა გორგოძე იყო მინისტრი და იყო ხო ერთი ამბავი რომ იქ კიროვის ვერის პარკში თქვეს სასტავზე შემადგენლობაზე რომ ეს დააყენე და შოთა გორგოძემ ჯერ ხავის ხალხი გააგზავნა როგორც მახსოვს მე და მე თვითონაც მოვიდა ჩუმად დაიჯდა ტრიბუნაზე და usmenda როგორ არჩევდნენ დაშალეთო თავიდან თქვა რომ ეს არ დავანახოთო ამათი რჩევებიო ურიან ტრენსნელებს თქვას უკეთმაშებიან და ვერი ახალგაზრდას თხოვა შევარდნას რომ მოусმინა ამა თავი და ანებეთ ისეთი გარჩევა ესენი დაამატეთ იმაც შევლებში გადაიყვანეთ ჯობია და ერთი რამე არ შემიძლია რო არ გავიხსენო ესე იგი იმავე წლებში, როდესაც ესენი გადმოვიდნენ აქეთ ახლა, უკვე დაბრუნებულები არიან ვერის ბაღში და ვერის ბაღში, როდესაც არიან დაბრუნებულები, ეს ყიფიანია მოსული გუნდში, გუცაევია მოსული გუნდში და ბევრი აი ეს ვინც ჩივაძე ცოტა მოგვიანებით მოვიდა, მზადდება უკვე ამ დიდი ნახტომისთვის, რომელსაც ქვია ევროპის თასის მოგება. მზადდება ეს გუნდი და რაღაცები იქაური რჩევები, ხო? თავიდან ნოდარ ახალკაცმაც გაითვალისწინა. აი მაგალითად ჩივაძის უკან დახევა. დაცვაში. ნახევარდაცვაში თამაშობდა საშა და თემური ორივერი ნახევარდაცვაში იყო და დახიეს უკან. დახია უკან და რაღაც ესეთები იყო რა. ესე იგი მთლად დაუკარგავთ დამსახურებებს, მაგრამ პირველი გაყოფა მუშტაეტს და იმას შორის რაც მოხდა, იყო რაღაც პიროვნული ორ ადამიანს შორის მომხდარი ის და ეხლა მუშტაეტს რო ვიძახი უფრო ადრე მუშტაეტში იყო მუშტაეტში მე რომ მივედი ძირითადი მისვლა იყო შატალოს რო ვაკეთებდით ლექციებზე მე და დათო გულუა ერთად ჩავირბენდით ხოლმე უკეთეს ადგილზე სად წავიდოდით და ვიჯექით და უსმენდით მაგათ არჩევას რაჯობდა მაგათ მოსმენას რაჯობდა და მათ იქ მყოფ ხალხს მაშინ 36 წლის ჩემპიონატიც ახსოვდათ ბასკების თამაშიც ახსოვდათ და ახსოვდათ ომის პერიოდი რა, ანუ იყვნენ ზოგი 26 წელში დაბადებული, ზოგი 27-ში რაღაც ესეთი ხალხი და აი მთელი კოჰორტა იყო შეკრებილი თბილისის დინამოს ისტორიის. მაგათი კერპი იყო ბორია პაიჭაძე. ბორია, მაგრამ აი იქიდანვე ვიცი მე ახლა ბორიაზე ხო ვიძახდით ყოველთვის რომ აი ლეგენდა იყო ბორია პაიჭაძე ბორია და კეთდებოდა თურმე 55 საუკეთესო ომამდელ პერიოდში 55 საუკეთესო და აღმოჩნდა რომ
გაიოს ჯეჯელავა სამჯერ გაკეთდა, სამჯერვე პირველ ნომრად შევიდა გაიოს ჯეჯელავა. ანუ გაიოს ჯეჯელავა არანაკლები იყო თურმე, ვიდრე ბორია პაიჭაძე, მაგრამ ნუ ლეგენდა ბორია პაიჭაძე. ალბათ მაინც ბორია პაიჭაძე უფრო დიდი ფეხბურთელი იყო. ნუ ალბათ. ხო, ნუ არა მე ახლა ესეც ახლა და გუნდში მოვიდა ახლა ვისაც ახსოვს და ვინც ყვებოდნენ და იმათგან რაც ვიცი ბასა გოგობერიძე და ანდრო ჟორდანია. ანდრო ჟორდანია ბასა გოგობერიძე. ნუ ეს უდიდესი მოვლენა იყო. ხო, ომის შემდგომ პერიოდში დაიწყო 45-ში დაიწყო ბასა გოგობერიძემ და უდიდესი მოვლენა იყო და იყავი მე მგონი შენც აკადემიაში შარშანწინ გააკეთეს იმისი ბასა გოგობერიძე ხო და ერთ-ერთმა გამომსვლელმა ავთანდილი ქვია იმ კაც აღნიშნა რომ ნუ ბინა არ ქონდა და თურმე იმის დინამოს სტადიონზე საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა ბასა გოგობერიძე და 50-იანი წლების დასაწყისში ფალიაშვილიძე მისცეს ბინა. და ახლა თბილისის ცენტრად ვაკე არ ითვლებოდა მაშინ, ფალიაშვილი არ ითვლებოდა და ერთი ამბავი ატეხილა რა ქნესო ამ ხელა ვარსკვლავი კაცი ტყეში გაუშვეს საცხოვრებლად. ტყეში შეს საცხოვრებლად. მეგობრებო, ეხლა ჩვენ დღეს აკა სტუმრად კი ჩამოვთვალეთ მიზეზები, რატომაც მოვიწვიეთ, მაგრამ ერთ-ერთი კიდე მთავარი მიზეზი და საბაბი გახლავთ მისი მამა. გურამ ქავთარაძე. ეხა მოგეხსენებათ იგივე მუშტაეჩიას და კიროვის ვერის პარკშიაც არსებობდნენ ეხა იქ ლიდერები ამ საფეხბურთოს თავმჯდომარეები, ხმის უფლების მქონე ხალხი და ეგრეთ წოდებული პოლიტბიურო. კი ბატონო, პოლიტბიურო და ხმის უფლების არ მქონე ხალხიც მრავლად იყვნენ. ერთ-ერთი გამორჩეული ხმოსანის გინდა თუ რა გინდა პიროვნება გახდათ სწორედ აკას მამა. საოცარი იუმორის თავგადაკლული გულშემატკივარი რა. უამრავი ლეგენდები არსებობს, მოარული ჭორები, ბატონ გურამეზე და ხო არ მოუყვებოდი მაყურებელს. მე მგონი თემურის უფრო კარგად ევნა ეხსოვება. ისი ყველაზე მთავარი ფრთოსანი გამოთქმა რა იყო გურამის, ძია გურამის ესე უწოდებდი მას და მომცემს ალბათ უფლებას აკარო ესე ოიხსენიო ძია. ახლა მაშინაც იყო რომ სტადიონზე ვიღაცა აგვიანებდა და სამსახური ხო არ არის რო აგვიანებდა. ფეხბურთზეო და თუ ადრე წავიდოდა, სამსახური ხო არ არის ადრე რომ მიდიხარო. 2 საათი ადრე მიდიოდა. ხო და მე არ შემიძლია არ გავიხსენო გოგი ჭიჭინაძის ნათქვამი რა, შენთვის მოყოლილი მაქვს და იცი ალბათ. დამთავრდაო 71 წლის სეზონიო, ბოლო თამაში ძალიან კარგად ითამაშეს ჩვენებმა და 3-0 დაამარცხეს ერთ-ერთი მოსკოვური გუნდი ხო და ამოვდივართო ლოკომოტივის სტადიონზეა რა, მაშინ ლოკომოტივი ქვია, აღმართზე ამოვდივართო და ძალიან უხასიათოდ მოდის გურამიო ხო და გოგის უკითხავს ჭიჭინაძეს, გურამო ხო მოვიგეთო რა მოგივიდაო, რატო ხარ ესე უხასიათოდ და ნეტავო დათვი ვიყო გურამს რა არისო ეს დათვი რა არისო დავიძინებდიო ეხლაო და მარტში გავიღვიძებდიო რა გაძლებსო უამათოთო რა გაძლებს უამათოთო ძალიან მხოლოდ სეზონის გახსნა იყო ზეიმი ეს დამოკიდებულება ხო ეხლა არ შემიძლია გოგი დემეტრაძის სიტყვები არ გავიხსენო რა ესე იგი დილას მიფრინავს დიუსელდორფში ანუ ჯერ მოსკოვში მიფრინავს იქიდან უნდა ჩავიდნენ და მოხდა ისე რომ მე და ზაზა ბერძენიშვილი გოგისთან ერთად წამოვედით ბაღიდან და ნუ ეხლა რომელ საათზე დამთავრდებოდა წინადრეს ის ბაღი 4-5 საათამდე გაგრძელდა საუბარი სალაპარაკოს მეტი რა ქონდათ ხო და მოვდივართ უკან და გადმოვედით მანქანიდან აჭარასთან მე და ზაზა ბერძენიშვილი და რასაკვირველია დავემშვიდობეთ და აბა წარმატებას გისურვებთ უთხარით გოგის და გოგიმ აი მთელი სერიოზულობით გითხრა მე იქიდანო თასის გარეშე ცოცხალი არ ჩამოვალ.
ნუ ალბათ ეს იყო მისი რა სიტყვები, რომ აი გული გამისკდება, მოვკვდები ჩვენ რომ ეს თასი არა ვიყოთო და შემდეგ გადავამოწმე პაატა სურგულაძესთან და ტრიბუნაზეო რო ავდიოდითო, მაშინაც იგივე სიტყვები თქვა, ამ კიბეებზეო მეო თასის არ ჩამოვალო ცოცხალიო თასი თუ არა. მოდი დაუბრუნდეთ. პირველი გულშემატკივართა კლუბი რო ჩამოყალიბდა, მაშინ დინამო თბილისის გულშემატკივართა კლუბი იყო, მამაც ჩემი იყო პრეზიდენტი. ნუ ჩამოაყალიბეს, მაშინ შეიკრიბენ დინამო სტადიონზე მისცეს ოფისი მეორე სართულზე. ეგ რომელი წელი იყო? 80-იანი წელი. ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირის ტიგნაკი ეხლაც ამაქვს სახში მწვანე ტიგნაკები გააკეთებინა და დინამოს გულშემატკივარ კლუბის წევრი ეწერა და სურათი იყო ჩაკრობილი და რო დაიწყო ასე თქვათ გულშემატკივრობა ამას ჩემს არ მახსოვს მე პატარა ვიყავი ძალიან ისე დაბადებულიც არ ვიყავი პირველი რაც ასე თქვათ მე მოყოლით ვიცი ხან ჩვენ ათარბეგოზე ცხოვრობდით მთაწმინდაზე სადაც დავიბადე მამა ჩემის ბებია ჩემის ბაბუა ჩემის სახლში ხო და ჩვენ ოთახში გაჩნდა ხანძარი რატომ რაღაცას მოეკიდა არ ვიცი და მამა ჩემი სამსახურში იყო და გვერდზე მეზობელი იყო ქართლოს საურმაგ თურმანიძე იქ ცხოვრობდნენ ჩვენივე სართულზე მეორე სართულზე და შევარდა ოთახში ეგონა რომ მე მეძინა და ეს საბანი ლოგინიანი მიანა გამოიტანა გარეთ მე გარეთ ვიყავი მართალია მაგრამ ნუ საურმაგი შევარდა და ამ დროს მამა ჩემს დაურეკეს და მოვარდა მამა ჩემი სამსახურიდან გურამო არ ნერვიულო ხო საურმაგი შევარდაო და ეგო ვიციო საურმაგას გააკეთა და აბონემენტი დამჩაში გინდა და ის ხო არ დაიწო აბონემენტი დამჩაო მოგონებები რაც შეიძლება ნუ რუსებს როგორ აგინებდა და როგორ ასაგინებდა ეგ კიდე ცალკე თემაა განსაკუთრებულად გრეჩკოს ერჩოს და გრეჩკოს აგინებდა CSKA თუ ჩამოდიოდა მაშინ ხო განსაკუთრებულად და კავთარა რო იგინებოდა ტრიბუნად ყვებოდა ხოლმე და იგინებოდნენ ისინიც და დაიბარეს მაშინ ოპერის ქვით იყო პოლიცია ეხლაც არის პოლიცია მაგრამ თაწმინდა თაბუკაშვილის ქუჩა თაბუკაშვილზე იქ დაიბარეს და მამა ჩემი თამაშილაკაძე მივიდნენ რომ უფროსთან არის დაბარებული გურამო ჩამოსული არის პოლიტბიუროდან მოსკოვიდან 6 კაციო ხო და გეხოწებიო რა დღესო ნუ შეეგინებიო შე რო შეეგინე რუსებს აგინე პირდაპირ და 100% დაგეჭერთო რა ნუ ძანება გვაქვს მოსული და დაგეჭიროთო დღესო ძალიან ხო დღეს ნუ შეეგინები და მე რაც გინახენდა შე რო შეეგინე აღარ შეეგინები ტრიბუნას გაჩერდებაო და აღარ ყვირიანო კარგიო გურამალხა ნუ რა ამხელა სარიო და დაიწყო თამაში საჯმა რაღაც ისურველი გააკეთა წამოხდა გურამი აქეთ 5 კაცი ადგა, იქეთ 5 კაცი უნდა დაიჭირონ. დაждდა. ერთ კიდე მთელი თამაში მიდის, ნუ ტრიბუნა გაგიჟებულია, რომ ქავთარა არაფერს არ იძახის, ისინი საჯი რაღაც სასწაულებში პოლიტბიურო მოგვიგეს ის თამაში. და ბოლოს თავდება თამაში და ქავთარა წამოხდა და ესენი ადე ტრიბუნას მოწრიავდა, რომ რასიზმს რუსკი я вас люблю თქვა. ქავთარა და და საჯი ვინც იყო ლიპატოვი იყო მაშინ საჯი როგორც მახსოვს და ტელეგრამა გაუგზავნა მაშინ ტელეგრამები გზავნებოდა ასოებდნენ ჩაგეკრო იმაში поздравляем с днём рождения мы часто вспоминаем вашу мать грузинские болельщики ქართული გულშემატკივრები თქვენ დედას ხშირად ახსენებენ ეხლა მე ერთი რამეც არ შემიძლია არ გავიხსენო ესე იგი პირველი წასვლა, როდესაც აი გასვლით თამაშებზე დადიოდნენ 60-იან წლებში უკვე და რაღაცა და მატარებლით წასულან თურმე მოსკოვში ტორპედო მოსკოვთან თამაშზე და მერე ხშირად იხსენებდნენ, როდესაც უკვე დაბრუნდნენ და 60 წელში წავაგეთ ჩვენ მოსკოვის ტორპედოსთან 4-3 თასის ფინალი და ზამთარი იყო თოვლი 31 ოქტომბერს იყო სხვადასხვა მიზეზების გამო მახსოვს იმიტომ რომ ეს ჩემი დაბადების დღეს დაესწრო და მამა და ბიძაც ყოფილან იქ ეხლა იცნობდნენ ერთმანეთს რა თუ და მაგას ლაპარაკი ხო და რო დამთავრებულა თამაში აი მაშინ დავრწმუნდითო ჩვენო ყველა ესე იხსენებდა 70-იან წლებში 60-იანი წლების ბოლოს რომ სლავა მეტრეველის გარეშე
ჩვენ ვერაფრით ვერ გავხდებოდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონებიო და მართლაც იმ დღიდან დაიწყო თურმე მუშაობა სლავას ჩამოყვანაზე და სლავა როგორ ჩამოიყვანეს და რა მოხდა და რანაირად იყო ეს უკვე ძალიან ბევრმა იცით და აკასაც რა შეიძლება დინამო თბილისი რო აგებდა ხოლმე თამაშს მამაჩემი 3 დღე არ გველაპარაკებოდა ვიცოდით რომ მოვიდოდა სტადიონიდან თამაში თან თუ გასვლაზე იყო თამაში და ვერ მიდიოდა მაგ შემთხვევაში სახში მარტო უნდა იყურებინა არავით არის მაკაცებთან ერთად დაждდომა ტელევიზორს ჩააქროდა ხოლმე სინათლე და იჯდა და ტელევიზორს უყურებდა ხოლმე მარტო და რო წააგო დინამო ჩვენ წინ პეკინზე გადავედით მე იქ სადაც ცხოვრობდი სტადიონი იყო პატარა ტელევიზორები იყო რეკორდი თუ რა რაღაც ესეთი ხო ის და 3-0 წააგეს გონი მოსკოვში თამაში და ტელევიზორი იყო და პირდაპირ გადმოაგდო სტადიონზე და თანაც ის დრო რომ მაშინ თვეები რიში უნდა მდგარიყო ხო საკმაოდ ის იყო და მოსკოვში თადაც გასვლაზე რო იყო თამაში თვითფრენავში მაგრა ეშინოდა და არ ჯდებოდა ხოლმე და იშვიათი შემთხვევა იყო და ახლა მურთაზი ცოცხალია ახსოვს კიდევაც ეს ალბათ როგორც მოსკოვში წავიდნენ ერთად დინამოსთან ერთად გაფრინდა მაშინ ჩარტერი იყო და გაფრინდა მურთაზი და გვერდზე და მამაჩემ ხმას არ იღებს არ მინდა ხა ფეხბურთელი რაღაცა და არ გავანერვიულო რომ მეორე ხმას არ ვიღებ თელი გზაო მურთაზამ გვერდზე ან 24-ით მიფრინავდნენ და რატო ქვია გურამო ან 24 ან თვითფრინავსო დამიწყო ლაპარაკება ხმას არ ვიღებო მერვიულო არ ვიცი გურამო მურთაზო რა ვიცი რატო და კიდე კითხა რა მურთაზ ან ჩავფრინდები და გამანები თავი გეხოთა ან ჩავფრინდები და ну აი ახლა საინტერესო მომენტი იყო კიდევ ახლა არ შეიძლება შენ არ იცოდე ეს ამბავი მამის გადმოცემით და იმით რომ 1964 წლის 1 ოქტომბერი ეს არის დღე, როდესაც პირველი ტაიმის შემდეგ დინამოს სტადიონზე მიიტანეს ამბავი რომ ხრუშჩოვი მოხსნეს. ეხლა როგორც ირკვევა შემდეგ იქ ვიღაც შევარდა და თქვა რომ რადიომ გამოაცხადაო, ანუ დადასტურებულად და პირველი ტაიმი 0-0 დამთავრდა. და მეორე ტაიმის დასაწყისში ილია დათუნაშვილმა გაიტანა ბურთი, შემდეგ შახტიორმა გაათანაბრა და ბოლო წუთებზე 92 თუ 97 თუ 98 წუთზე სლავა მეტრეველმა გაიტანა გადამწყვეტი გოლი და ის კიდეც და აი წამომხდარა დევისგან ვიცი, დევი დობორჯგინიძესგან ვიცი. გურამიო წამოხდაო და დაიძახა ჩემპიონები ვართ. ესე იგი ხრუშჩოვი მოხსნილი უკვე. ეს თამაშიც მოვიგე. ეს თამაშიც მოვიგეთ და თან რა მოხდა, ესე იგი მაშინო ვირწმუნეთო რომ ჩვენ ჩემპიონები უნდა გავხდარიყავითო. ხო, იქაც მაშინ ოღონდ ქართველებმა იმასდეს, მაგრამ ქუთაის ტორპედოს რო ის არის, გადათამაშება არ იქნებოდა მაშინ. მაგრამ იცი რა ქუთაისაც ჭირდებოდა. არის, ხასაკები ჭირდებოდა, ვარდებოდა. მე ისე მოხდა რომ ქუთაისიც დარჩა და ჩვენც ჩემპიონები. მან ეხა კამათი შეიძლება რომელი ჯობდა ქუთაისი გავარდნილიყო თუ დინამო თბილისი პირველად გამხდარიყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რა. მაინც სპორტული პრინციპით ალბათ ყოველ შემთხვევაში ალბათ თავრობა ვერ დაალაგა და დინაღამ დახოცეს ერთმანეთს. ანდროჟო ტაშკენტში ქონდა ქუთაისაც გადათამაშება. წვრთნელი ქუთაისის მაშინ. ვოლგა იყო გუნდი მგონი. ვოლგა გორკი. ვოლგა გორკი ხო და ქუთაისიც იქ იყო. და ანდროჟორდანი იყო ქუთაისის მწვრთნელი და უთქვამსო თქვენ არ წახვიდეთო სტადიონზე და ეს მაინც წასულან ქუთაისელები სულ საყვედურს გვეუბნებოდნენ რომ აი როგორ არ მოგვეცით ეს თამაშიო რომ აი ჩემპიონები ნუ შემდეგ რასაკვირველია მიეწყო უკვე ეს რომ ჩათვალეს რომ ჩემპიონები ვიყავით და ყველაზე გასახსენებელი კარგი მომენტი არის გივი მესხიშვილი კარგად გახსოვს შენი უახლოესი ადამიანი და წავედითო როსტოვშიც წავედითო და შემდეგ ალმა-ატაში ყოფილა თამაში. და ალმა-ატაში ნუ არ მოველოდითო, ჩავედითო ჩვეულებრივად ოქტომბრის თვე არისო და აღმოჩნდა რომ თოვლი. ყინვა ცუდი ამინდი ხო და ეროსი მანჯგალაძემო პლაში ქონდაო, წამოღებულიო, გაიხადაო და საზიაროთ მოგცაო. მე და გურამსო ხან შენ ჩაიცვით, ხან შენო რა რო არ გაიყინოთო. ეროსი იმ სტადიონზე ორი გურამი ხო ხშირად იგინებოდა ცოტა უხეშად უხამსად იძახოდა ხოლმე მაგრამ ქალების დადიოდნენ მაშინ მაგრამ ყველა ეუბნებოდა რომ გურამო შენგან არ წინსო და თან სტადიონზე მოსულაო ხო და
ერთი მომენტი იყო, პატარა ბავშვი შემოიპარა ტრიბუნაზე და უნდა რომ სადღაც ჩადოდა, ამ დროს პოლიცია ედგა ასასვლელებში მეორე იარუსზე და მოკიდეს ხელი და ატყდა ჩოჩქოლი სტადიონზე რომ გაანებე ბავშვს თავი და გაათრიეს ეს ბავშვი. ცოტა ხანში შემოვიდა ეს პოლკოვნიკი და ესე იფერთხავს კოსტუმს, თავის ფორმას და ცეჩუმია სტადიონზე. ტავარიშ პოლკოვნიკი, დახვეტეთ ეს ბავშვიო. აკენითო, დახვეტეთ. უკვე დახვიტეთ ეს ბავშვი. ისე ამ გინებაზე და ემაზე ოპერაში დედაჩემი და მამაჩემი იგრიბოიდონ ჩამოვიდნენ და ოპერაში შედიან და ეს პოლიციელი დგას კარებთან და დაინახან. აუ, აქაც მოხვედი გირო. აქაც მოხვედი ხويا. თან რა იყო ეხლა არ შეიძლება რომ ეს არა ვთქვათ რა. აი ერთი და იგივე ხალხი დადიოდა აი რუსთაველის თეატრში მიხვიდოდი, ეს ხალხი დაგხვდებოდა. ოპერის თეატრში მიხვიდოდი და ვერნი რო არ გენახა პრემიერაზე, ეხლა ვერნი დიდი მოყვარული იყო. ყოველთვის დიდი მოყვარული იყო ოპერის. მარჯანიშვილშიც, მუსკომედიაშიც, იმაშიც, ამაშიც. ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე. ვასო გოზიაშვილი იყო ამაშემის ნათლია რა და ეხლა ისეთიაცო. ისე იმ პერიოდში თუმცა იყვნენ მაყურებლები, რომელიც თქვათ რუსთაველის თეატრში დადიოდნენ და მარჯანიშვილს შეედარდა პირიქით, მაგრამ ეს გულშემატკივრები ორივე თეატრში დადიოდნენ. იმ პერიოდის გულშემატკივრები მახსოვს დაყოფილი იყო პირობითად რომ რა ორ წრე მესხისტები და მეტრეველისტები. აი რომელ ჯგუფში იყო გურამი მაშინ ეს მერე მოყვა უფრო გავთარა ეგ ვარიანტი რო ეკითხი ვისისტი ხარო ზვიადისტობა იყო მაშინ და რაღაცა მე სიომისტი ვარ სიომისტობა ეს ცნობილი სიომისტი ვარ და ვერ გაიგო ვერავინ რა მიმდინარეობა იყო სიომისტი ეს ყველა მიცის რომ სიომისტი განსაკუთრებით უყვარ და მამაჩემი ფოტო რო ქონდა იაძინ პოლე ვოინ იაძინ პოლე ვოინ მაგარი ფოტო 6 კაცი რო ყავს გარშემო 3 მონიტორზე დამოწოლილი ტელეფონშიც გაქვს მე მგონი ის შეგვიძლია ახაც მოძებნოთ არციქშიც ისე მოსკოვის ჩემპიონს ეძახდნენ ეს შომას მოსკოვის იაშინს ისეთ რამეს უკეთებდა ხოლმე სიცხვილეა მაგით მოყოლა და ეხა რაღაცა ჭირაია ო მოსკოვის გუნდებს ამწავებდა არა მაგრამ და აი ახლა ვისი იყო მესხს აღიარებდა თუ მეტრეოს უფრო თუ როგორ ორივეზე გიზდებოდა უფრო მაინც ალბათ მიშა მე როგორც მახსოვს რა მაგრამ მე მგონი აი ესე გამორჩეული ყავდა სიომა იყო მისი ასე თქვა ხელშეუფლებელი ხო იაშინი რო ახსენეთ ხო სიომა ჩავიდა სხვათაშორის იაშინი უკვე ფეხი მოკვეთეს ისე და ჩავიდა და ისე თბილად და იაშინოს უცრემლები მიდიოდა კაი ეს გახსენებაზე ვლადიმერ ბარქაიას მაესური ტაშკენტში რო გახდნენ 64-ში 18 ნოემბერი მოდის ეხლა მოვიდა უბრალოდ იყო 60-ში რო გახდნენ ჩემპიონები სიომას მაიკა 9 ნომერი რომელიც გავთარას აჩუქა და პირველი ტაიმის მერე მამაჩემი ვერ ჩავიდა გასახდელში იჯდა ტრიბუნაზე და ესე იჯდა რომ დაამთავრდა თამაში ხო და ორი გამოიცვალეს მაესურები პირველი ტაიმის მერე სუსველები იყვნენ ტაშკენტში ხა ტოლიდას იყო და მეორე ტაიმის მაესური შემოახიეს თუ წაიღო ვიღაცამ წაართვა და გავთარაზე იყო შეპირნო შეშენია გურამო ეს მაესურიო და ამ დროს და ნუ გეშინიაო პირველი ტაიმის მაესური მაშინ მაქო სველიო და ის წაიღეო და სერგო კოტრიკაძემ თავისი ხელთათმანები რომელიც სომას მაიკასაც მოგართმევთ თქვენ და აი ეგერ არის ის ასე ვთქვათ სერგო კოტრიკაძეს ხელთათმანები რომელიც გადაცა მამაჩემს მიცა სახსოვრად რაც ეცვა მაშინ თამაში და ილო დათუნაშვილი ორი გოლი შეაგდო მაშინ როგორც მახსოვს და კი არა რა ვიცით თავის ბუცებსაც გურამს აძლევდა ილო ძალიან ახლოს იყო მაშინ ილოს და ილო ბარათაშვილი მამაჩემის მაკაციც იქ იყო და
მოტრია და ესო შენი მოსახელეა ილო ქვია ამასაც მოდი ამას მიცეთ და ილო არათაშის მიცა ბუცები სერგოს ხელთათმანები და ლაციომას მაიკა ორივე ასე თქვა ეს თქვენ საჩუქრად გადმოგეცით თქვენ უღრმესი მადლობა დიდი მადლობა ძალიან დიდი საჩუქრია კარგი რელიკვია გადაშორ დინამოსაც შევპირდი მე ადრე მაგრამ მუზეუმის გახსნაზე იყო საუბარი და მე როგორც ვიცი ვეღარ გაიხსნა ეს მუზეუმი დინამოს მუზეუმი რომ ძალკე გაკეთებული იყო და ამიტომ ისა თუ დინამო მოინდომებს, რა ვიცი. ბატონო, ნამდვილად. არ შემიძლია პრობლემა. არც ეს სიომას მაიკა უფრო დიდია და დიდ ჩარჩოშია და ასე ვთქვათ, ვიყარ ერთი რამე არ გავიხსენო და მადლობა არ უთხრა მიშა ახვლედიანმა გააკეთა შენ ციკავი სპორტ კაფეში რო გააკეთა ერთი საღამო მიუძღვნა ამ ძველ შემატკივრებს და გაგვიკეთა და ნუ რა ვიცი 12 საათი რო გახდა ოფიციანტებს გაუკვირდათ, აღარ მიდიან მომკითხა და მე ვთხარი საწავლენ ესენი ამსით მოდარწავლენ სადმე დილის 6 საათამდე მერის მაგში იდგნენ სკინვაში და ხლათიდან წავლენ თქო მართალია გადაცემისთვის დრო გვეწურება გადაცემის დრო ჩემოაკა მაგრამ მაინც არ შემიძლია აი დღევანდელ ფეხბურთზე რო არ გითხო მდგომარეობაზე დღევანდელი ფეხბურთის მდგომარეობაზე მანდარე კაი ფილმია ქართული როგორც გვეშველება რამე ეს ერთი ნახვით თითქოს წარმატებას მე ვაგდიდი და მეორე მხრივ რო შეხედავ სადაც მარჯვეთ არ უნდა კონდეს საქმე ყველაფერი კარგად იქნება მე ოპტიმისტი ვარ მაგ მხრივ თან გიზდები ამ შემადგენლობაზე რომელიც ამ თაობაზე იმ თაობებს, რომელსაც უფრო მეტი შანსი ქონა, მაშინ ისე მოხდა, რომ ის პერიოდის ესეთი იყო, რომ ვერაფრით ვერ მოხდა, რომ გასულიყვნენ და რაღაცა სერიოზულ შედეგს მიეღწიათ. ამათმა ეს ყველაფერი გააკეთეს, მადლობა ბიჭებს ყოველთვის ამათ და ყველაფერი კარგად იქნება. მე ვერ შეუერთდები, ასე ვთქვათ, ვაიგულ შემატკივრებს, ვინც დღეს ახლა გამოდიან და რაღაცა ისეთ რაღაცებს იძახიან, როგორც კი ფეხი წაუწდება, რომ არ ვიცი და. რა ისეთი შთაბეჭდილება, ჩვენ თითქოს ჩასაფრებულები არა, ნუ ეგ მაგაზე ხო ორი აზრი არ არსებობს, ახლა ალბათ ისე პოლიტიკაზე გადადის ხოლმე ეს ყველაფერი და სხვა კუთხით მიდის, როცა შეიძლება რომ პირიქით მადლობა გადაუხადოთ და დავაცადოთ. რაში გვაქვს წარმატება სხვა რაღაცაში ყველაფერში რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ფეხი წინ გადავდგათ ხო თუ დააცდიან და თუ ისა გვერდში დაუდგებით ეგ იქნება ყველაზე კარგი რა როგორ შეიძლება ეხა ამ ბიჭებს რაღაცაზე ვისთან თამაშობთ რატო გვაქვს პრეტენზია რომ მაინდა-მაინც უნდა ავხდეთ იმ სიმაღლეზე რომელიც ჯერ ჩვენთვის არ არის და პრეტენზია გვაქვს კიდე ყაზახეთს რატო აქვს და იმათ ჩვენზე მეტი ფულიც აქვს, ისეც აქვს, ყველაფერი კეთდება რომ რაღაცა მიაღწიონ ამ ახალგაზრდებმა და დავაცადოთ ბატონო კახა და მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბიჭებს გვერდზე ყაზახებზე უკაცრავად ყაზახებზე ეს წიგნი არის 64 წლის დინამოზე, ხო? ალმატის კაირად ჩვენ 64-ში ვერც თბილისში ვერ მოვუგეთ და ვერც ალმატაში. ორივე ფრედ დამთავრდა თამაში. ესე ისე რომ ეხა იმათ საერთოდ აზზე არ იყვნენ და ფეხბურთი ეხა ისწავლეს, ესე თურქებიც არ იყვნენ თვითონ აზზე და სტადიონები რო დაიწყეს შენებლობა პირველად რომ გადავედი ბათუმიდან იმაში თურქეთში საკვირველები იყო რომ სტადიონები რო იყო პატარა მინი ფეხბურთის განათებული და თამაშობდნენ ხელოვნური საფარით ეს რა არის სად იყო მაშინ და თან ეზორო აღარა გვაქვს და ის არის პრეტენზია გვაქვს მე ფეხბურთი რატო არ იზრდება ფეხბურთელი და სნელი პატარა ბავშვს არ ჭირდება რა ის და გაიზარდოს ეზოში ქუჩაში რომ რაღაცას პასი მიეცი და მშობელი რო სქემებში ჩასმა არ ჭირდება უკან დაიხიე და იმას ის გურთი მიეცი და განსაკუთრებით ქალი მშობლები რა ნუ აი ესე იგი იქით გადადი აქეთ გადადი ესკენი სანიოლი მე ვფიქრობ რომ არ უნდა არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რაც არ უნდა გაკეთდეს ეხლა ვერავის ვერ მოიყვან ისეც რომ ნუ ქართველებზე თუა საუბარი ნუ მე ჯერ ვერ ხედავ რა რომ ვიღაცაში კი შეიძლება რომ ვიღაცა იყოს და მიცეს საშუალება რომ სანიოლი ჯერჯერობით უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ბაიც რა რაც არ უნდა ამოწურა იძახე და რაღაცა
თუ ამოწურა ვიღაცა მთლიანად ამოწურეს რაღაცა მომენტი, იმიტომ რომ ეგეთი პერიოდია, არის ხოლმე მოსავლის აღების პერიოდი და არის მოსავლის დათესვის პერიოდი. დაითესა ეს რაღაცა და დავაცადოთ რა, რამდენი ხანი მზადდებოდა ეს 91 წელი მითხარით რა, რამდენი ხანი მივიდიოდით იქამდე, რამდენი წელი? 71 წლიდან. მაგაზია 9-10 წელი გიქცევა. ესე არ კეთება რა, გუნდის არც გაკეთება არაფერი. თაობათაც ვლამიდის, ხო? ყავს დამცველებიან იმენ რა რაღაცა შეიცვალოს დენელა და ყველაფერი იქნება. სანიორე ამ ეტაპზე მე მგონი რომ არ უნდა გაოშინო. ესე ვფიქრო ყოველ შემთხვევაში მე და დანარჩენი გადასაწყვეტია და ერთ-ერთი ეროვნული ჩემპიონატი თუ არ აი ამაში მომძლავრდა და თუ რაღაცა დონემ თუ არ აიწია და ხო, ეხა ვისი ბრალიაზე არა მაქვს ლაპარაკები, არც იქითორი ძახა. ეს არის კერძო კლუბები, ხო, ყველა. მისახედია სახელმწიფო ცდილობს რომ დაგეხმაროს, მოხდეს თანხა და მოიკეთილინებე და მოიძიე შენც. მე ვფიქრობ, რომ ამდენი საფეხბურთო კლუბი არ არის საჭირო, მესამე ლიგა და ნუ არ ვიცი ხა. მეოთხე ლიგა უკვე გაკეთებული. იმასაც აფინანსებს. ყველა ცდილობს რომ მე ის თანხა რომელსაც გაძლევენ, იმითი გავიდნენ ფონდს და რო გეუბნება ფედერაცია რომ შენ თუ მოიტან 100.000, მე კიდე დაგიმატებ 100.000, არავინ აღარ მოაქვს ის 100.000. გაძლევენ რაღაცას თანხას და იმით სარგებლობენ და იმაშობენ. არ შეიძლება. თუ არ ჩაიდო კიდე რა დამატებით არ ვიცი რა შეიძლება გაკეთდეს განთავისუფლება იქნება თუ რა იქნება როგორ კეთდება სხვაგან მე არ ვიცი ხა როგორ აღარ აზერბაიჯანი არცად არ გაკეთდა სხვანაირად სხვან ეგრე კეთდება ხო გერმანიაში ბუნდესლიგა გაკეთდა თავიდან სახელმწიფოს ჩართული ველოსიპედს ხო არ იგონებენ აზერბაიჯანში მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს იმ კლუბს ყარაბაღი რო გადის თურქეთშიც ესე არ გაკეთდა ჩემპიონთა ლიგაზე მთლიანად სახელმწიფო დაფინანსება აქვს ხო რა ჩემპიონატის დონემ თუ არ მოიმატა და კლუბებმა არ მიხედეს თავიანთ ფეხბურთელებს რავი სტადიონი კეთდება ხო რაზეა საუბარი ხა ალბათ დადგება უკვე დრო სად თამაშობდით ჩვენ და სად თამაშობს ეს თავი ხო სტრუქტურა რო გაცილებით უფრო გამართულია ეხა არ უნდა ამას ლაპარაკ ეთილი დავეთანხმოთ აუცილებლად სხვანაირად არ ვიყოთ ოპტიმისტები და ვიქონიოთ იმედი რომ ჩვენი ბიჭები კვლავ მიაღწევენ დიდ წარმატებებს. მადლობა უთხრა ჩვენ ძვირფას სტუმარს. გასვლის წინ მაშინ მე ესე დაგებსდი და მამა ჩემი გვაცილებდა სადღაც მივდიოდით მატარებლით მე დედა ჩემი და ჩემი ძმა. და მატარებლის მიდან ფანჯრიდან ვიყურებით მამიკო მამა ჩემი დგას პერონზე და აგვიანდება და მატარებელი არ გადის აგვიანებს გასვლას და მამა ჩემი როგორც იდგა ესე ფეხზე კარგად იყავით და წავიდა ვითომ მატარებელი წავიდა აი ესე გამოგემშვიდობებით მე და დიდი მადლობა დიდი მადლობა ეს საჭიროებისთვის იცოცხლე დიდი მადლობა და არ გაგზანდებოდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებს